ჩემო პატარა მეგობრებო, მოგესალმებათ, ლელა მასწავლებელი. მოდით ხალისით შევისწავლოთ ეგვიპტის ისტორია. როგორც ეგვიპტურ გამოსახულებებზე ხედავთ, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პირამიდებზე, მუმიებზე და ფარაონებზე. მოდით ერთად ვიმოგზაუროთ ძველ ეგვიპტეში. ეგვიპტე არის ქვეყანა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში დღესაც არსებობს. მაგრამ რასაც ჩვენ ძველ ეგვიპტეს ვუწოდებთ, წარმოადგენს უნიკალურ ცივილიზაციას, რომელმაც არსებობა დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინათ და გაგრძელდა თითქმის 3000 წლის განმავლობაში. ძველი ეგვიპტის ისტორია იწყება ფარაონ ნარმერიდან, რომელსაც მორიელების მეფესაც უწოდებდნენ. ეგვიპტოლოგები ნარმერს ფარაონ მენესთან აიგივებენ. ნარმერი მიიჩნევა ეგვიპტის გამაერთიანებლად და პირველ ფარაონად. ნილოსი არის აფრიკის ყველაზე დიდი მდინარე. იგი ყველაზე მნიშვნელოვანია ეგვიპტელებისთვის, რადგან მათი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება ნილოსის წყლებზე იყო დამოკიდებული. ეგვიპტური ცივილიზაცია და ეგვიპტელთა ქალაქები სწორედ ნილოსის ნაპირებზე გაჩნდა. ეგვიპტეში წვიმა თითქმის არ მოდის, ამიტომ ნილოსი აქ ტენის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, შესაბამისად მიწის დამუშავება მხოლოდ ამ მდინარის ნაპირებზე შეიძლებოდა. ეგვიპტელები ნილოსს იყენებდნენ არა მარტო სოფლის მეურნეობისთვის, არამედ თევზაობისა და ნადირობისთვისაც. ეგვიპტელებს ნილოსის საშუალებით გადაჰყავდათ საქონელი, ასევე გადაჰქონდათ სოფლის მეურნეობის პროდუქტი და დიდი ქვის ბლოკები, რომლებსაც გრანდიოზული მშენებლობებისათვის იყენებდნენ. სწორედ ამიტომ თვლიდნენ ეგვიპტელები ნილოსს ღმერთად. სინამდვილეში ძველი ეგვიპტელები ასობით ღმერთს ეთაყვანებოდნენ. ეგვიპტურ ღმერთებს ადამიანის სხეული და ცხოველის თავი ჰქონდა. მაგალითად ქალღმერთ ბასტეტს კატის თავი ჰქონდა. ღმერთ ანუბის კი ტურის თავი ჰქონდა. მაგრამ ეგვიპტელებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ღმერთი რა, რომელსაც შევარდენის თავი ჰქონდა. ძველი ეგვიპტის მეფეები იყვნენ ფარაონები. ეგვიპტეს 3000 წლის განმავლობაში მრავალი ფარაონი მართავდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილია ფარაონი ტუტანხამონი. ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლისა, ამიტომ ისინი ფარაონებს თავის ნივთებთან, ავეჯთან, ტანსაცმელთან, ვაზებთან და საკვებთან ერთადაც კი კრძალავდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ნივთები ფარაონისათვის მომდევნო ცხოვრებაში იქნებოდა საჭირო. ეგვიპტელთა რწმენით არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება. სააქაო მათ ადამიანთა დროებით სამყოფლად, საიქიო კი მუდმივ საცხოვრისად წარმოედგინათ. ეს უზარმაზარი პირამიდები ფარაონების საფლავებისთვის აშენდა. პირამიდების შიგნით არის ბევრი გვირაბი, ოთახი და საიდუმლო გასასვლელები. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ თუ მიცვალებულის სხეულს კარგად შეინახავდნენ, მისი სული იცოცხლებდა. ამიტომ დამკვიდრდა გვამების მუმიფიცირების ტრადიცია. მუმიებს სარკოფაგებში, იგივე მდიდრულ კუბოებში ათავსებდნენ, რომლებიც ლამაზი ნახატებითა და იეროგლიფებით იყო დაფარული. იეროგლიფები იყო ეგვიპტური დამწერლობა. იეროგლიფების მნიშვნელობა ათასობით წლის განმავლობაში საიდუმლო იყო, მაგრამ არქეოლოგებმა ისინი თარგმნეს და დღეს ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მათი შინაარსი. ახლა უკვე შეგვიძლია ვიცოდეთ ყველაფერი ძველი ეგვიპტის ისტორიის შესახებ. თქვენ უკვე კარგად იცით, რომ წარსული შესწავლა ნამდვილად გვეხმარება აწმყოს უკეთ გაგებაში და მომავლის გაუმჯობესებაში. ახლა დაგემშვიდობებით მეგობრებო. მომავალ შეხვედრამდე. ქართული თარგმანის ავტორი ლელა კაკაშვილი. ვაჟა ფშაველას სახელობის გორის მეცხრე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.